იცოდით, რომ 10 წლეულების განმავლობაში თბილისიდან ავტობუსები სწორედ ამ შენობიდან გადიოდა. თბილისში არა მხოლოდ ცნობილ ვაჭართა დიდრულად ნაგები შენობებია შემორჩენილი, არამედ ისეთებიც, რომლებიც ქალაქის განვითარების ისტორიას ინახავს. მაგალითად, ეს 1930-იან წლებში აგებული საგარეუბნო ავტობუსების შენობა, რომლის წყალობითაც აქ სულ ხალხმრავლობა იყო. აქ ჩერდებოდნენ რეგიონებიდან ჩამოსული ავტობუსები, ხოლო აქედან კი მიემგზავრებოდნენ ქვეყნის არაერთი ქალაქის, სოფლისა თუ დაბის მიმართულებით. შენობის არქიტექტურა ტიპური სოციალისტური კლასიციზმის ნიმუშია და ამ სტილში გადაწყვეტილი სხვადასხვა ფუნქციის შენობები 1960-იან წლებამდე იგებოდა. ასეთი ესთეტიკის სადგურები კი ქვეყანაში ბევრგან შემოგვჭა, მათ შორის სოხუმსა და ბორჯომში. თუმცა მათგან განსხვავებით, თბილისის სადგურის შენობას დღესდღეობით ფუნქციაც დაკარგული აქვს და მდგომარეობაც სავალალოა. არადა ერთ დროს აქედან მყინვარწვერიც კი მოჩანდა და მას წეთვით გალაქტიონიც წერდა, რომელიც ამ ადგილთან ძალიან ახლოს, ხიდის მეორე მხარეს ცხოვრობდა. დღესდღეობით კი გვაქვს ქალაქის იდენტობის შემორჩენილი ერთ-ერთი ნიმუში, რომელსაც თავისუფლად შეიძლება აღუდგეს ისტორიული ფუნქცია და მასში ისევ განთავსდეს საგარეუბნო ავტობუსების გაჩერება. ასეთ ტრანსპორტს ძველად ომნიბუსი ერქვა და მასში ცხენები იყო შებმული. დღეს კი ამ ისტორიული სახელის მქონეა კომპანია ომნიბუსი, რომელიც უკვე წლებია ახორციელებს რეისებს ქუთაისის აეროპორტის, ბათუმისა და ზუგდიდის მიმართულებით. თბილისს ძალიან ცოტა ისტორიული შენობა შემორჩა პირვანდელი ფუნქციით და ზოგჯერ ისტორიული იდენტობის აღდგენა გაცილებით ადვილია. ხოლო ვისაც მსგავსი კონტენტი გაინტერესებთ, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა.